რა საერთო აქვთ 5 საუკუნის მუმიფიცირებულ მამაკაცს, სამოას ხალხს და თანამედროვე ქუჩის მხატვარს? პასუხი მელანში მდგომარეობს. სხეულის მოხატვის ტექნიკა ხელოვნების უძველესი ფორმაა, რომელიც კულტურებს, დროის პერიოდებსა და სოციალურ საზღვრებს ცდება. ათასწლეულების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ტატუ გადარჩენის, რწმენისა და აჯანყების ისტორიების გადმოცემის საშუალებად იქცა. ტერმინი ტატუ სამოური სიტყვა, რომელიც ტრადიციული ტატუირების დროს გამოყენებული ხელსაწყოების დარტყმის ხმას გამოხატავს. ტატუირება მთელს მსოფლიოში ნეოლითის დროიდან გამოიყენება, რასაც უძველესი არქეოლოგიური ჩანაწერები და დღემდე შემონახული ადამიანის მუმიფიცირებული კანი მოწმობს. სხეულის მოხატვის ყველაზე ადრეულ მტკიცებულებად გასული საუკუნის დასასრულს ალპებში ყინულის საფარქვეშ აღმოჩენილი მამაკაცის მუმიფიცირებული სხეული ითვლება. მას სხეულზე 61 ტატუ აღმოაჩნდა, რომლებიც ძირითადად მარტივი წერტილებისა და ხაზებისაგან შედგებოდა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს სამკურნალოვან რიტუალური პრაქტიკის ნაწილი იყო. მსგავსი ტატუირებული მუმიები აღმოჩენილია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ტატუირებას ომის დროს საიდუმლო შეტყობინებების გადასაცემადაც გამოიყენებდნენ. ჯერ კიდევ ჰეროდოტეს აქვს აღწერილი ტატუირებული შიკრიკის დახმარებით საიდუმლო შეტყობინების გაგზავნის ტექნიკა. მამაკაცს თავზე ტატუირებით ატანდნენ საიდუმლო შეტყობინებას, რომელსაც თმა ფარავდა იმისათვის, რომ ადრესატს ტექსტი წაეკითხა შიკრიკისთვის თმა უნდა გადაეპარსათ და მანამდე არ გამოეშვათ, ვიდრე თმები კვლავ არ გაესწრებოდა. უძველესი დროიდან მოყოლებული ადამიანების სხეულს სხვადასხვა მიზნით იხატავდნენ. ამას ძირითადად ბოროტებისაგან თავის დასაცავად, სიყვარულის გამოსახატად, რელიგიური მრწამსისა და სტატუსის ხაზგასასმელად აკეთებდნენ. ტატუები ხშირად ტრადიციული კულტურიდანაც იყო შთაგონებული. მაგალითად, იაპონიაში იყო დრო, როდესაც სხეულის მოხატვის ტექნიკა იაპონურ ფერწერას უდოლდებოდა. ტრადიციული იაპონური ტატუ ცნობილია თავისი რთული დიზაინითა და მოტივებით, დრაკონებით, თევზებითა და ყვავილებით. ათწლეულების განმავლობაში ტატუს, ასე ვთქვათ, სფერო ძალიან შეიცვალა, რადგან ძველ დროს არ იყო იმდენად განვითარებული ინტერნეტი, ასე ვთქვათ, ნახატების, ასე ვთქვათ, მოძიება. ჩვენ თავაზობდით, ასე ვთქვათ, ჩვენი მხრიდან ესკიზებს, დიზაინებს და ეს რთული იყო, რა თქმა უნდა, ძველ დროს. 100 წლეულების წინ სხეულის მოხატვის ტექნიკა გამძლეობასა და სიმამაცეს უკავშირდებოდა. სამოას ხალხს სჯეროდა, რომ თუ ადამიანი ტატუს გაკეთებით გამოწვეულ კივილს ვერ გაუძლებდა, ეს ოჯახის შერწყმის ტოლფასი იქნებოდა. ამიტომ ადამიანები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეს ყოველივე თავიდან აეცილებინათ და გამძლეობის მაგალითი ეჩვენებინათ. მოგვიანებით რომსა და შუა საუკუნეების ევროპაშიც დაიწყეს სხეულის მოხატვა, თუმცა აქ მას სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა. ტატუს სამხედრო ტყვეებისა და სხვადასხვა სახის დამნაშავე თათვის ნიშნის დასადებად გამოიყენებდნენ. კინეული არის თუ არა, ეს არის ინდივიდუალური მომენტი, რადგან ადამიანს, ასე ვთქვათ, ტკივილის გნობა შეიძლება მაღალი ქონდეს, შეიძლება დაბალი ქონდეს და შესაბამისად ყველასთან სხვადასხვანაირად მოქმედებს. განსაკუთრებით საინტერესოა ტატუს დახატვის უძველესი ტექნიკა. მცირე ზომის ხის ჯოხზე ამაგრებდნენ ნემს, რომელიც ციტრუსის ეკლისგან, თევზის ფხის, კუს ან ხამანწკის ნაჭუჭებისგან მზადდებოდა. ფილიპინელი ტატუ არტისტი 7 წლის მარიაო გაი დღემდე ამ ტექნიკით მუშაობს. ის მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ტატუ არტისტია, რომელსაც უამრავი ტურისტი სტუმრობს. ვიზიტორებს მხოლოდ ერთი სურვილი აქვთ, საკუთარ თავზე გამოსცადონ ამ უძველესი ტექნიკის უნიკალურობა. ტატუს მელანი, რომელსაც ის იყენებს, ჩვეულებრივ ნახშირისა და წყლის ნარევისგან მზადდება, რომელიც კანში კალამანსის ან პომელოს ხის ეკლის გამოყენებით შეჰყავს. ბატოკის ეს უძველესი ტექნიკა 1000 წლით თარიღდება და გაცილებით მტკივნეულია ვიდრე თანამედროვე საშუალებები. ტექნოლოგიური პროგრესის განვითარებამ ცხადია ტატუ კულტურაზეც იქონია გავლენა. ტატუირების აპარატის წინამორბედად თომას ედისონის ელექტროკალამს მოიაზრებენ, რომელიც 1891 წელს სამუელ ორეილიმ აღმოაჩინა და გადაწყვეტა ნემსის სისტემა და მელნის რეზერვუარი დაემატებინა, რითიც კანქვეშ საღებავის შეყვანა შეძლებდა. ასე შეიქმნა აპარატი, რომლითაც მცირე დროში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკებისა და ტკივილის შემცირებით შეიძლება კანზე ხელოვნების შექმნა. ძველ დროს იყო ინდუქციური აპარატები, რომელიც, ასე ვთქვათ, იყო აწყობილი მაგნიტურ ელექტრონულ მექანიზმზე და ბევრად ხმაურიანი, ბევრად, ასე ვთქვათ, არაკომფორტული ზოგ მასტერისთვის, მაგრამ ამჟამად დაგვიდგა ისეთი დრო, რომ არის ბევრად მარტივი, გამარტივებულია, უკაბელო აპარატებია და ბევრად უფრო კომფორტულია მასტერისთვის, რადგან არის ისეთი მიდამოები სხეულის, სადაც ჩვენ ვხატავთ, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას, რომ მიუდგეთ მარტივად აპარატით.
სხეულის მოხატვის ტექნიკა განსაკუთრებით გასული საუკუნის 60-70-იან წლებში გახდა აქტუალური. 60-იანი წლების სოციოკულტურული რევოლუციის პერიოდი იყო, როდესაც ახალგაზრდებმა ტრადიციული ნორმების წინააღმდეგ წასვლა და ახალი ინდივიდუალური საშუალებების ძიება დაიწყეს. ამგვარად ჩამოაყალიბეს ახალი სუბკულტურა. ტატუები ხშირად ძალიან ინდივიდუალურია, ვინაიდან ადამიანები მას თვითგამოხატვისთვის იყენებენ. ინსპირაცია ძირითადად მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენებიდან ან პირადი შეხედულებებიდან მომდინარეობს. მე მგონია, რომ რაღაცნაირი გამოხატვის ფორმაა ეგ. ეს ჩემი უფროსი შვილის სახელია, ესეთივე მკერდზე მაქვს უმცროსი გოგოს სახელი და ესე შემდეგ რა. ანუ რაღაცა პერიოდის, რაღაცა მემორი, რაღაცა ბევრ რაღაცასთან არის კავშირში რა. ხო მე მგონია რომ აზრიც მაგაშია. ხო ვიღაცა წაიკითხავს რაღაცა გაწერია, ვიღაცა ნახავს რაღაცას და მიახლოებით მიხვდება რა იდეოლოგიის და იმის ადამიანი ხარ, ხო? ანუ კი ეს არის რაღაცა ეს ფორმა რა. ტატუირების მიღმა არსებული ისტორიები კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა. სწორედ ამ მიზნით ირჩევენ ადამიანები მათთვის გამორჩეულ სიმბოლოებს და დიზაინებს, რომლებიც მათივე იდენტობას ეხმიანება. მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური სტილის როგორიცაა თავის ქალა, არწივი ან ვარდები კვლავ პოპულარულია, აქტუალურობასაც მინიმალისტური ორნამენტები, გეომეტრიული ფიგურები და ბუნებასთან დაკავშირებული გამოსახულებები კარგავს. ტატუირება ერთ-ერთი უძველესი და მრავალმხრივი ხელოვნების ფორმაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა და მკვიდრდებოდა. იგი როგორც ძველ, ისე ახალ პერიოდში პიროვნების გამოხატვის ცხოვრებისეული გზისა და ისტორიების გადმოცემის საშუალება იყო. მისი კულტურული მნიშვნელობა გვიჩვენებს, რომ ტატუ არა მხოლოდ მოდა, არამედ ცოცხალი ტრადიციაა, რომელიც ისტორიულ მემკვიდრეობას და თანამედროვეობის საჭიროებებს ეხმიანება. ის ყოველთვის ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას და თავდაპირველ მიზანს, ადამიანის ინდივიდუალიზმის და კულტურის გამოხატვას.